ამ кейსში ხვდებოდით არა მარტო სექსუალური შინაარსის მიმოწერას, არამედ ხვდებოდით მოთხოვნას, რომ გაეგზავნა 14 წელს ასაკს მიუღწეվել ბავშვს მისი ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალები და ამას აგზავნებდა აქტიურად. სრული სისტემატურობით დღეში რამდენჯერმე და უფრო ურთულებდა ამოცანას და უფრო სხვაგვარი შინაარსის მოქმედებას თხოვდა. 2025 წლის მაისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა პირი, რომელიც TikTok-ის გამოყენებით მცირეწლოვან გოგონაზე სექსუალურად ძალადობდა. პედოფილი ბავშვს თანატოლად გაეცნო და მისი ნდობა მოიპოვა, რის შემდეგაც არასრულწლოვანს ინტიმური შინაარსის მასალას უგზავნიდა და მისგანაც იმავეს მოითხოვდა. წლის დასაწყისში ბავშვის დედამ ორგანიზაცია საფარს მიმართა. დედას ეჭვი ჰქონდა, რომ მისი შვილი სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი იყო. თუმცა რადგან ბავშვს მიმოწერის დიდი ნაწილი წაშლილი ჰქონდა, მშობლისთვის კომუნიკაციის დეტალები ცნობილი არ ყოფილა. იურისტი, რომელიც საქმეში ჩაერთო ყვება, რომ პედოფილი ბავშვს ძირითადად ღამის საათებში ეკონტაქტებოდა, მაშინ, როცა არასრულწლოვანი მშობლის თვალსაჩინოს მიღმელჩებოდა. ვერ აიდენტიფიცირებდა რასაკვირველი ასაკობრივი უმწვევიდან გამომდინარე, რომ საფრთხეში იყო და ინსტინქტი არ ყოფნიდა იმისთვის, რომ შეეფასებინა ვისთან შეიძლებოდა ქონოდა საქმე, იმიტომ რომ ის მას გაეცნო როგორც მისი თანატოლი. აი ეს ურთიერთობა ფორმირდა ამგვარად, რომ მანიპულაციური მეთოდებით შევიდა ბავშვთან ნდობაში, თავდაპირველად როგორც მეგობრული ურთიერთობა დაიჭირა, თუმცა ეტაპობრივად იწყებდა პედოფილის ჩვეულებრივი სამოქმედო გეგმა, მაგაში გამოიხატებოდა, რომ ეტაპობრივად დაიწყო ნდობის შესვლის შემდგომ უკვე სექსუალური შინაარსის მიმოწერის დაწყება. აი ეს ნიადაგი, რომელიც მას ჰქონდა შემზადებული, ეს იყო ანონიმურობა იდენტიფიცირების გარეშე, იყო ჩვეულებრივი აკაუნტი, არანაირი ფოტოსურათი, არანაირი სახელი გვარი, რასაკვირველია და ის იყო სრულ დაცულობაში, გრძნობდა თავს დაცულად და აი ამ მიმოწერას ახორციელებდა დღეების განმავლობაში ბავშვთან და სავარაუდოდ ეს არ შეიძლება იყოს ერთადერთი ბავშვი, ამაზე მანქანა გამოძიებაც მუშაობს, ვინ შეიძლება იყოს და რამდენი ბავშვი შეიძლება გახდა მსგავსი ტიპის დანაშაულის, ზოგადად ამ პირისგან ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი, როგორც მიმოწერებიდან ჩანდა, ეს პედოფილი არ აპირებდა გაჩერებას მხოლოდ ფოტო-ვიდეო მასალის მოთხოვნით და შეიძლება ბევრად უფრო რთულ მდგომარეობამდეც მისულიყო საქმე და ფიზიკური შეხვედრაც მომხდარიყო ბავშვისგან თუნდაც დამოუკიდებლად, იმიტომ რომ მისგან მარტივად შეეძლო ინფორმაციის ამოღება, ასე რომ ვთქვათ, მისი იდენტიფიცირება, მისი საცხოვრებელი სახლის და მისამართის გაგება და ასეთ შემთხვევაში დაზღვევლები არ ვიყავით, რა შეიძლებოდა მომხდარიყო დედას, რომ დროულად არ აღმოაჩინა პრობლემა და დროულად არ მოემართა. ეს შემთხვევა კიბერგრუმინგის კლასიკური მაგალითია. ეს ბავშვების კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა და ზრდასრული ადამიანების მიერ ინტერნეტის გამოყენებით ბავშვებსა და მოზარდებთან ემოციური კავშირის დამყარებას გულისხმობს მათი მანიპულირებისა და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით. სექსუალური ძალადობა ინტერნეტ სივრცეში ერთ-ერთია ბავშვების კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ იმ 4 მთავარ საფრთხეს შორის, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა ახალ პოლიტიკის დოკუმენტში განსაზღვრა. როგორც UNICEF-ში განმარტავენ, ამ თვალსაზრისით რამდენიმე საკვანძო რეკომენდაცია არსებობს და კიბერგრუმინგისგან, ისევე როგორც ინტერნეტ სივრცეში არსებული სხვა არაერთი საფრთხისგან ბავშვების დასაცავად, მშობლებისა და სკოლის როლის გაძლიერებასთან ერთად ინტერსექტორული თანამშრომლობა და საკანონმდებლო ბაზის დახვეწაც არის საჭირო. იყოს ინტერსექტორალური ჯგუფის მიერ მართული და ერთად გადაწყვიტონ, რა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი, რომ ამ ტიპის გამოწვევებს უპასუხოთ. საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება, რომ ინტერნეტ სივრცეში მომხდარი ძალადობას და იმ უსაფრთხეებს, რაც ინტერნეტში შეიძლება ბავშვი გადააწყდეს, შესაბამისობაში მოდიოდეს ჩვენი კანონმდებლობა, რომ უპასუხოს აი ამ გამოწვევებს და ის მშობლების და ბავშვების გაძლიერება, რომ სექსუალური ძალადობის პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური მიდგომა არის, როდესაც ბავშვებმა და მშობლებმა სწორად იციან, რა არის სექსუალური ძალადობა, როგორ ამოიცნონ, მშობლებმა როგორ დაინახონ, როგორ ესაუბრონ თავის შვილებს, ხო, ასევე პროფესიონალებმა, ხო, ეს მარტო ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, თუ მშობელი დაელაპარაკება ბავშვს ესეთ მგრძნობიარე საკითხებზე და მისგან მოისმენს ამ ინფორმაციას, მაგრამ როდესაც მშობელს არ აქვს ეს ცოდნა ან უნარები, რომ ბავშვთან ამ ტიპის კომუნიკაცია აწარმოოს, შემდეგ უკვე ტვირთი გადადის საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელსაც შეუძლიათ, რომ ზუსტად იგივე ტიპის შინაარსი მიაწოდონ ბავშვებს და იცოდნენ ბავშვებმა რა არის მისაღები და მიუღებელი შეხება თუნდაც, როგორ უნდა აირიდონ თავიდან, როდესაც გრუმინგის შემთხვევაში ხდება შანტაჟი, აი ამ ტიპის გამოწვევების მართვა, პასუხისმგებლობა ეკისრება მშობელსაც და საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც და ეს კარგი იქნება, რომ ისინი აღჭურვილი იყვნენ ამ ცოდნით, ეს არ არის ცოდნა, რომელიც თვითნებურად გვაქვს ხო თავიდანვე, ეს არის ამაში ჩვენს გაძლიერება გვჭირდება მშობლებსაც. ამიტომ
საქვეყანაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეს ინფორმაცია, გაძლიერება ამ კუთხით, რომ მე უკვე მშობლებმა ბავშვებთან შეძლონ ამაზე მუშაობა და ამის პრევენცია და შემდეგ უკვე თუ მაგალითად მაინც მოხდა ამ ტიპის დანაშაულთან შეხება ქონდათ ბავშვებს, უკვე არსებობდეს ეფექტური შეტყობინების მექანიზმები და რეაგირების მომსახურებები, რომლებიც ბავშვებზე იქნება მორგებული. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი განმარტავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელსაც ბავშვების კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით ვაწყდებით, მათი პერსონალური ინფორმაციის გადაჭარბებულად გაზიარება. საცხოვრობენ, მათი საცხოვრებელი მისამართი, რეალური სახელი, გვარი და ასაკით ხშირად არის ხოლმე გაზიარებული, ასევე სკოლა, სადაც ისინი სწავლობენ, ვინ არიან მათი მეგობრები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ადამიანმა, რომელიც ასევე არის გაწევრიანებული ბავშვებთან ერთად ჯგუფებში ან დარეგისტრირებულია TikTok-ზე ყალბი ანგარიში და თავი მოაქვს თითქოს, რომ მათი თანატოლია, აგროვებენ ამ ინფორმაციას, რომ შემდეგ ამ ბავშვებს აედევნონ ან რაიმე სექსუალური ტიპის ინფორმაცია გამოსცალონ ან სექსუალურად იძალადონ ან სექსუალურად შეავიწროვონ ეს ბავშვები ონლაინ. ის რომ პერსონალური ინფორმაცია არ უნდა გავაზიაროთ, ეს არის 2-4, არა მარტო ბავშვებმა და მოზარდებმა, არამედ დიდებმაც არ უნდა გავაზიაროთ პერსონალური ინფორმაცია და ასევე ბავშვების ან მოზარდების პროფილები უნდა იყოს დახურული. Private-ზე უნდა იყოს, ეგრეთ წოდებულ private-ზე უნდა იყოს გადაყვანილი და გარეშე პირი, რომელსაც ეს ბავშვი ან მოზარდი არ იცნობს, არ უნდა ხედავდეს მის, ასე ვთქვათ, დახურულ სივრცეში საქმიანობას. სპეციალისტი იმასაც აღნიშნავს, რომ არსებობს კონკრეტული ინსტრუმენტები, რომლებიც მშობლებს შვილების ონლაინ ქცევის მონიტორინგის საშუალებას აძლევს. TikTok-ს აქვს family pairing ფუნქცია. ანუ მშობელს ან მეურვეს აქვს საშუალება ბავშვის ანგარიში მიაბას თავის ანგარიშს და ამითი აკონტროლოს ვინ წერს. ანუ და ვინ ეკონტაქტება და ბავშვი რას აკეთებს TikTok-ში. აქ არ გამოჩნდება რეალურად შეიძლება ვინმე მეგობარს ელაპარაკებოდეს ბავშვი და შინაარსი და უშუალოდ რას ლაპარაკობენ. მაგრამ მშობელი აუცილებლად ამ family pairing-ის შემდეგ დაინახავს თუ ვინ ეკონტაქტება მის შვილს. ეს მნიშვნელოვანი ამბავია. TikTok-ის გარეთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ სხვა პლატფორმებიც, ხო? ამ შემთხვევაში Google-ის პროგრამა არსებობს Family Link, ესე ქვია, რომელიც ასევე მშობლის და ბავშვის მოწყობილობაზე ყენდება smartphone-ებზე და მშობელი ამ თავისი smartphone-დან აკონტროლებს ყველაფერს თუ რას აკეთებს მისი ბავშვი და ასე ვთქვათ, დროის მენეჯმენტიც კი შეუძლია რამდენი ხანი გაატაროს ბავშვმა კონკრეტულ აპლიკაციაში ან ზოგადად ტელეფონთან. მიუხედავად ამ მექანიზმებისა, ბავშვების კიბერსაფრთხეებისგან დაცვა ძალიან რთულია. სექსუალური მოძალადეებისთვის პოტენციურ მსხვერპლთან წვდომა, რომ დღეს გაცილებით მარტივია ვიდრე ოდესმე, ამას კვლევებიც ადასტურებს. სპეციალისტის შეფასებით ძალიან სწრაფად განვითარება ციფრულ გარემოში წარმოქმნილ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს საკანონმდებლო ჩარჩო სათანადოდ ვერ პასუხობს. ამას ემატება ისიც, რომ კონკრეტულად TikTok პლატფორმის გამოყენებით ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის გამოძიება განსაკუთრებით რთულდება. უფრო სპეციფიური მუშაობა და გამოძიება სჭირდება ამ ყველაფერს ციფრულ განზომილებაში ჩადენილ დანაშაულს, ვიდრე შეიძლება იყოს ფიზიკურ სივრცეში, იმიტომ რომ აქ არის შესაბამისი მიდგომები საჭირო, შესაბამისი სპეციფიკა საჭირო, იმისთვის რომ ინტერნეტში კონკრეტული არაიდენტიფიცირებადი აკაუნტის მიღმა მყოფი დამნაშავე გამოვლინდეს, არ დაფრთხეს და შესაბამისი პროპორციული ზომებით მოხდეს ჩატარება იმ საგამოძიებო მოქმედებების, რაც საჭიროა ამ პირის გამოსავლენად. საფარის პრაქტიკაში ეს არის TikTok-ის პლატფორმაზე ჩადენილი დანაშაულის პირველი შემთხვევა, რომელიც იდენტიფიცირდა დამნაშავე და შესაბამისი რეაგირებაც მოყვა სამართლებრივი. ხშირი პრობლემა საერთოდ საგამოძიებო ორგანოებისთვის არის TikTok-ის პლატფორმა და საქმეები, რომლებიც ჩვენამდე არ აღწევს, ხშირად ხდება ხოლმე შეიძლება გამოძიება საერთოდ არ დაიწყოს და რეაგირების მიღმა დარჩეს, წერდა იქიდან გამომდინარე, რომ აი სირთულე თავიდანვე გაითვალისწინება საგამოძიებო ორგანოს მხრიდან და აღარ იწყება ხოლმე შესაბამისი აქტიური მოქმედებები, როცა უფრო მეტად სრულწლოვანს ეხება საქმე, თუმცა არასრულწლოვნის შემთხვევაშიც, როცა მსხვერპლი არის არასრულწლოვანი, ასეთ შემთხვევაშიც ძალიან ესეთი არამყარი პოზიციები აქვს საგამოძიებო ორგანოს და ხშირ შემთხვევაში ირჩევს იმ სტრატეგიას, რომ ძალიან რთულია TikTok-ის მიღმა ადამიანის იდენტიფიცირება და აქედან გამომდინარე უბრალოდ არანაირი რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ ეს პირი დააიდენტიფიციროს. არავინ იცის, რამდენი მცირეწლოვანი გამხდარა საქართველოში კიბერგრუმინგის მსხვერპლი. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირად ასეთი შემთხვევები წლობით დაფარული რჩება.
მამაკაცი, რომელიც TikTok-ის გამოყენებით ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, ახლა პატიმრობაშია და მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მოძიებამ ახლა უნდა დაადგინოს ისიც, სხვა ბავშვებიც ხომ არ იქცნენ მის მსხვერპლად.